მოცემული გვაქვს კარბონმჟავის ნაწარმის ზოგადი ფორმულა, სადაც Y აღნიშნავს ან ჰალოგენს, ან კარბოქსილატის ჯგუფს, ან ალკოქსიდის ჯგუფს, ან ამინო ჯგუფს. რაც შეეხება კარბონმჟავის ნაწარმის რეაქტიულობას, ანუ არასტაბილურობას, იგი განისაზღვრება ორი ეფექტით. ერთი არის ინდუქციის ეფექტით. ინდუქციის ეფექტი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ გვაქვს მაღალი ელექტროაირყოფითობის მქონე ატომები დაკავშირებული ნახშირბადთან. Y-ის პირველივე ატომიც იქნება მაღალი ელექტროაირყოფითობის მქონე, იმიტომ რომ იგი შეიძლება იყოს ან ჟანგბადი, ან აზოტი, ან რომელიმე ჰალოგენი. მაღალი ინდუქცია კი ჩვენს ნახშირბადს ტოვებს დადებითი მუხტით და რაც უფრო მაღალი არის დადებითი მუხტი, მით უფრო არასტაბილური ხდება ჩვენი მოლეკულა. შესაბამისად, ინდუქციის ეფექტი შეგვიძლია აღვიქვათ როგორც ელექტრონის აქცეპტორად, რადგან ელექტრონები მიაქვს თავისკენ და ჩვენს ნახშირბადს ტოვებს ელექტრონულად ღარიბ პოზიციაში და რაც უფრო მაღალი დადებითი მუხტი აქვს ნახშირბადს, მით უფრო არასტაბილურია, შესაბამისად ინდუქციის ეფექტი ზრდის არასტაბილურობას. და რაც უფრო არასტაბილური არის ჩვენი მოლეკულა, მით უფრო მარტივად შედის რეაქციაში. მეორე ეფექტი არის რეზონანსი. ყველა ატომს, რომელიც შედის Y-ში, აქვს ერთი თავისუფალი ელექტრონების წყვილი მაინც. შესაბამისად, შეუძლია ამ ელექტრონების წყვილის გადაცემა ამბმისთვის, ხოლო რაც შეეხება კარბონილის ორმაგმას, ორმაგიმის ერთ-ერთი ელექტრონული წყვილი გადავა ჟანგბადზე და მივიღეთ მეორე რეზონანსის სტრუქტურა, სადაც ერი დაკავშირებულია C-სთან, რომელიც დაკავშირებულია ამჯერად ერთმაგიმით O-თან და ორმაგიმით Y+-თან. მოდი ფრჩხილებს დავუწერ, რომ ვაჩვენო ეს რეზონანსია. რეზონანსის დროს ვიცით, რომ ეს ელექტრონები, რომელიც მოძრაობს წინ და უკან, თუ ასე გავაკეთებთ, ეს ელექტრონები არიან დელოკალიზებული, ანუ ღრუბელში არიან განაწილებული ამ O-ს, C-ს და Y შორის. ეს კი ზრდის ელექტრონების სიმკვრივეს ნახშირბადთან, რაც ამცირებს ნაწილობრივ დადებით მუხტს, შესაბამისად მას უფრო სტაბილურს ქმნის. შესაბამისად რეზონანსის ეფექტი შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც ელექტრონების დონორ ეფექტად, რაც ამცირებს არასტაბილურობას. მოდი ეს ორი ეფექტი გავითვალისწინოთ და ამ ორი ეფექტის მიხედვით დავახასიათოთ ჩვენი კარბონმჟავის ნაწარმები და დავიწყოთ ჩვენი აცილ ჰალოგენიდით. მოცემული გვაქვს ჩვენ ქლორიდი, ერთ-ერთი აცილ ქლორიდი, სადაც რა თქმა უნდა გვექნება რეზონანსის ეფექტი, რადგან ჟანგბადიც და ქლორიდიც უფრო მაღალი ელექტროაირყოფითობის მქონეა, ვიდრე ნახშირბადი. მოდი ქლორის ის არის უფრო მოკლეს დავხატავ, რადგან ქლორი უფრო ნაკლებად ელექტროაირყოფითია, ვიდრე ჟანგბადი. ამ მოლეკულაში ასევე გვექნება რეზონანსის ეფექტი, თუ ქლორის ერთ-ერთი ელექტრონების წყური გადავა ამბმაზე, ხოლო ორმაგიმის ელექტრონებიდან ერთ-ერთი გადავა აქ. შედეგად მივიღეთ მეორე რეზონანსის სტრუქტურას, სადაც ერი დაკავშირებულია აქ C-სთან, ორმაგიმი დაკავშირებულია აქ ქლორთან, რომელსაც დადებითი მუხტი ექნება და ასევე დაკავშირებულია O-თან. დავუწერ ფრჩხილებს და მოდი ახლა განვიხილოთ ეს ორმაგიმა ნახშირბადს და ქლორს შორის. ნახშირბადი და ქლორი სხვადასხვა პერიოდებში არიან, შესაბამისად მათი p ორბიტალები, მოდი სხვა ფერით გავაფერადებ. მათი p ორბიტალები არიან სხვადასხვა ზომის და შესაბამისად გადაფარვაც არის მცირე. ამიტომ ეს ორმაგიმა შედარებით უფრო არასტაბილურია და ნაკლებად ფორმირდება. რადგან ნაკლებად ფორმირდება ეს ორმაგიმა, ამ რეზონანსის ჰიბრიდს უფრო ნაკლები წვლილი შეაქვს ჩვენს რეზონანსის ჰიბრიდში, შესაბამისად რეზონანსის ეფექტს უფრო ნაკლები ძალა აქვს, ვიდრე ინდუქციის ეფექტს, ანუ ინდუქციის ეფექტი ამ შემთხვევაში დომინირებს, მიუწერ ინდუქცია დომინირებს და ამ მიზეზის გამო ეს მოლეკულა არის საკმაოდ არასტაბილური და მარტივად შედის რეაქციაში. იგი წყალთანაც შედის რეაქციაში, იმდენად არასტაბილურია. მოდი გადავიდეთ შემდეგ ნაერთზე, რომელიც არის ანჰიდრიდი. ანჰიდრიდში ისევ გვაქვს ჩვენ ინდუქციის ეფექტი, ამჯერად შედარებით უფრო ძლიერი ინდუქციის ეფექტი, რადგან აქ ჟანგბადი არის დაკავშირებული, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს ისეთი რეზონანსის ეფექტი,
სადაც გადაფარვა უკეთესია, რადგან ნახშირბადი და ჟანგბადი ერთ პერიოდში მდებარეობენ. მათი p ორბიტალები შესაბამისად მსგავსი ზომისაა და ორმაგიბმა რაც შეიძლება წარმოიქმნას რეზონანსის მეორე სტრუქტურაში უფრო სტაბილურია. მაგრამ ელექტრონების სიმკვრივე გადაკაჩული არის ასევე აქეთ ნაწილშიც, რადგან აქაც გვაქვს კარბონილის ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ასევე რეზონანსში შესვლა უფრო სწორად, სადაც ამ ჟანგბადის ელექტრონები გადავა ამ ბმაზე, ამ ბმის ელექტრონები კი გადავა ამ ჟანგბადზე. ფაქტობრივად სიმეტრიული რაღაც გვაქვს მოცემული. რადგან ამ ჟანგბადის ელექტრონები მთლიანად არ ეკუთვნის ამის რეზონანსს, უფრო ნაკლები არის რეზონანსის ეფექტი, შესაბამისად ინდუქციის ეფექტი უფრო ძლიერია. ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ძლიერი. დავწერ, რომ ინდუქცია ბევრად ძლიერია. თლად აცილ ჰალოგენიდივით არ დომინირებს ინდუქცია, ანუ შესაბამისად ანჰიდრიდი უფრო სტაბილურია ვიდრე აცილ ჰალოგენიდი, მაგრამ ანჰიდრიდი მაინც საკმაოდ არასტაბილურია და მარტივად შედის რეაქციებში. მოდი განვიხილოთ შემდეგი ნაწარმი, რომელიც არის ესტერი. ესტერში ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს, რაც ანჰიდრიდში, ანუ გვაქვს იგივენაირი ინდუქციის ეფექტი და იგივენაირი რეზონანსი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის მეორე კარბონილის ჯგუფი, რომელმაც შეიძლება მოიპაროს ელექტრონები, ამიტომ ამ მოლეკულის რეზონანსი უფრო მაღალი სიძლიერისაა, თუ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ აქ არ გვაქვს შემაკავებელი ფაქტორი, მაგრამ ჟანგბადი მაინც საკმაოდ მაღალი ელექტროყოფითობის გონია, შესაბამისად ინდუქციის ეფექტი ძლიერია და რეზონანსი ვერ გადაწონს მას. დავწერ უბრალოდ, რომ ინდუქცია უფრო ძლიერია, მაგრამ თლად ანჰიდრიდის დონეზე არა. და დაგვრჩა ბოლო მაგალითი, რომელიც არის ამიდი. ამიდშიც გვექნება ინდუქციის ეფექტი, ოღონდ უფრო შემცირებული, რადგან აზოტი უფრო ნაკლებად ელექტროყოფითია ვიდრე ჟანგბადი, ამიტომ აქვს შედარებით მოკლე ის არის და ასევე გვაქვს რეზონანსის ეფექტი, რომელსაც ამჯერად დავხატავ. ამ რეზონანსში გვექნება R დაკავშირებული C-სთან, აქ გვექნება O- და აქ გვექნება NH2, სადაც N-ს ექნება დადებითი ფორმალური მუხტი. რაც შეეხება ამ რეზონანსს, მარჯვენა სტრუქტურა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მას დიდი წვლილი შეაქვს ჰიბრიდის წარმოქმნაში, რადგან აზოტი უფრო ნაკლებად ელექტროყოფითი არის ვიდრე ჟანგბადი, შესაბამისად მას დიდად არ აწუხებს ის ფაქტი, რომ დადებითი მუხტი აქვს და შესაბამისად შეუძლია მარტივად გაცემა თავისი ელექტრონების და რადგან მარტივად შეუძლია ელექტრონების გაცემა, აქ წარმოქმნილი ელექტრონების ღრუბელი, დელოკალიზებული ელექტრონების ღრუბელი, უფრო მეტად ეკუთვნის ჩვენს ნახშირბადს და ჟანგბადს, შესაბამისად, აქ რეზონანსის ეფექტი საკმაოდ ძლიერია და ინდუქციის ეფექტი უფრო სუსტია, რადგან გვაქვს აქ აზოტი, შესაბამისად, რეზონანსი ამ შემთხვევაში დომინირებს. ასევე ისიც სახსენებელია, აღსანიშნავია უფრო სწორად, რომ აზოტიც და ნახშირბადიც არიან ერთ პერიოდში, შესაბამისად, მათი p ატომური ორბიტალები ერთი ზომისაა და კარგი გადაფარვა აქვთ. როგორც ხედავთ, ეს რიგი ჩვენი კარბონმჟავების ნაწარმოებისა ისე არის დაალაგებული, რომ ქვემოდან ზემოთ იზრდება მათი არასტაბილურობა, შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სტაბილური ნაერთი არის ამიდი, რომელიც ნაკლებად შედის რეაქციაში და ყველაზე არასტაბილური არის აცილჰალოგენიდი, რომელიც საკმაოდ მარტივად შედის რეაქციაში. სწორედ ამ მიზეზის გამო ორგანიზმებში ხშირად ხვდებით ამიდებს და ესტერებს, მაგრამ იშვიათად კი არა, თითქმის არასდროს არ ხვდებით ანჰიდრიდებს და აცილჰალოგენიდებს.